ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეხვდა. ორივე მხარემ განიხილეს ის მარკეტინგული კვლევები, რომელსაც ამერიკელი სტუმრები ახორციელებენ საქართველოში. მინისტრმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე. ამერიკელ სტუმრებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოს 3 კვირაში დატოვებენ. ამერიკელი სტუდენტები ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან იმუშაობენ კონკრეტულ პროექტზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ამერიკის და ევროპის ბაზრებისთვის. ეს სტუდენტები რა თქმა უნდა იმუშაობენ არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მაგრამ ასევე უნივერსიტეტებთან ერთად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, ასევე შეისწავლიან საქართველოს გარემოს არა მარტო ქალაქში, მაგრამ მოვლიან მთელ საქართველოს. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ჩვენ ამ კვლევას და საქართველოს ბაზარს გავაცნობთ ამერიკელებს, რათა შემდგომში მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. აქ კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები და უფრო დეტალურად შევისწავლი ქვეყანაში არსებულ გარემოს.